20-მდე კათედრა, 5 საკონფერენციო დარბაზი და 70-მდე სასწავლო ოთახი ეს მხოლოდ ნაწილია იმ კლინიკის, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის გათვალისწინებული. პრაქტიკული სწავლების მიღება მომავალ ექიმებს უკვე თანამედროვე მრავალ პროფილურ ცენტრში შეეძლებათ. საუნივერსიტეტო კლინიკა ყოფილი მერვე საავადმყოფოს შენობაში გაიხსნა. ახალი მრავალპროფილიანი საავადმყოფო 185 საწოლზეა გათვლილი და უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. კლინიკაში ფუნქციონირებს თანამედროვე ლაბორატორიაც. დაკომპლექტებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამოცდილი და მაღალ კვალიფიციური პროფესორებით, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ საავადმყოფო საქმიანობა წარმატებული იქნება. ახალ საუნივერსიტეტო კლინიკაში 20-მდე კათედრაც გაიხსნება, რასაც 5 სალექციო აუდიტორია და 70 სასწავლო ოთახი დაეთმობა. საავადმყოფოში გადამზადებას ქართველი და უცხოელი სტუდენტები გაივლიან. არ იქნება, რა თქმა უნდა, იზოლირებულად სასწავლო დაწესებულება, არამედ უმძლავრესი კლინიკური ბაზა, რომელიც მნიშვნელოვან შეღავას მიცემს იგივე საქართველოს მოქალაქეებს. კვლევის, პრაქტიკის, სწავლის ერთმანეთთან ასე დაკავშირება და სწავლის პროცესის ასე განხორციელება იქნება უდაოდ ეფექტური. მერვე საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო ცენტრად გადასაკეთებლად 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა დღეს პრემიერ-მინისტრმა ქალაქის მერთან და მინისტრებთან ერთად გახსნა. აქ დასაქმდება 600 ადამიანი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სტუდენტებს, რეზიდენტებს მიეცემათ საშუალება, რომ აქ თეორიულ ცოდნასთან მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, გამოცდილება მიიღონ, აგზე დააკვირდნენ იგივე აქ არის მოწყობილი ულტრათანამედროვე კამერებით, აღჭურვილი არის ლაბორატორიებით. ჩვენი წვლილი შევიტანეთ მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ნაწილში მცირედი ეს თქვათ სამუშაოების შევასრულეთ. დღესვე საუნივერსიტეტო კლინიკაში პრემიერის თავმჯდომარეობით კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ხდომაც გაიმართა. შეხვედრაზე სამეცნიერო სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრეს. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც იმუშავებენ იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ მომავალში მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარება, მათ შორის მათი კომერციალიზაციის მიზნით. ახალი საუნივერსიტეტო კლინიკა პირველ პაციენტს 20 აპრილიდან მიიღებს.